საზღვარი იყოს დაცული და თუ მინდა მილიარდი ადამიანი შემოვიდეს, ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ თავარი რა არის? თავარი არის ამ ადამიანის არაფრით არ უნდა მიყიდო მიწა. აი, როგორც მიწას მიყიდი, იმ წუთას მოგაჩდებიან თავზე. ვინც არ უნდა იყოს, პაკისტანელი იყოს, ირანელი იყოს, თურქი იყოს, ინდოელი იყოს. მოგაჩდებიან და დედას გიტირებენ. აი ეს გააკეთა დღევანდელმა შეიხმა. ყველაფერი მისა მიწის გარდა და აკონტროლებს საზღვარს. და აქ არ შემოდის ასე ნარკოტიკი და არც გადის, შეიძლება რაღაცა შემოდის, მაგრამ შენ გინახია ვინმე სადმე სვამდეს, ან ქუჩაში ჩხუბობდეს? არა. უმაღლეს დონეზე. უმაღლეს დონეზეა უსაფრთხოება. მილიარდი კაცი შემოდის, მილიარდი კაცი გადის. ყველას მისი საქმე აქვს. საქართველოში ეს ასე ყურე, საქართველოში ესე უნდა მოხდარიყო, ხო? საქართველოში აი ესე მოხდა. ერთი ჩემნაირი კაცი რო ყოფილიყო, დაждდებოდა და ეტყოდა, მიწას არაფრით არ გავყიდი. გავაკეთებდი წარმოებას 99 წლით. მივცემ უფასოდ მიწას 99 წლით და მე რომ მიწერ გელაბარკალაიას ქართველ კაცს ორშაბათს მოგცემ და სამშაბათს საქართველო და აღი რომ მიწერ. მე კი არ ჩამიწერო, მე შენი მოკალათე ვარ, შენი ქვეყნის. ამ უცხოელ ჩაუწერე. ახლა მთავარი. შეიხის შვილებმა თქვენს რომ ჩვენ გვინდა თოვლი. სრიალი თოვლზე. ადგნენ კახა და გაუშვეს რუსეთში, ქაქა და იქნებოდა პრობლემები. ადგნენ და მე ჯერ თქვენთვის არ მიჩვენებია განახებთ თვალს რო არ დაუჯერებ ისეთ რამეს. ადგნენ და ხელოვნური თოვლით გან გააკეთეს ბაკურიანი. გუდაური 10 ჯერ უკეთესი და მილიონჯერ უკეთესი მოტოციკლები. შიგნით რო შეხვალ პირილს დაიწყებს სადვარო იტყვი. როგორეთ მითხარით რა თუნდა მეტრო 500 მეტრის ქვეშ და მილიარდები რო ჩდება საჰაერო მეტრო გააკეთე ჩამოდი აგერ ნახე ხო და იგივე კაც გააკეთებია მეტრო ხო ორი როგორ არის დღეს დუბაიში გამოაცხადეს რომ მოდი ეს ბავშვები არ გაუშვათ სასწავლებლად სხვაგან სათხი მლამურო სხვაგან სანადირო სხვაგან მოდი ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენ ქვეყანაში ადგნენ ანი და მე თქვენ ჩვენ სტუდენტებთან ერთად დაგათვალიერებიებთ უმაღლეს სასწავლებელს. ყველაზე მაგარი უმაღლეს სასწავლებელი რომელია მსოფლიოში? აი ხუთეულში რო შედის. ჰარვარდი მაგალითად შეერთებულ შტატებში. ანალოგიური შეერთებული შტატების უნივერსიტეტების წარმომადგენლობები შემდეგ იხსნება დუბაიში. და შექმნეს განათლების ჰაბი, როგორც მე ვიცი, ხო? აი მე ხო ეს